ვინ იქნება სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი? ეს საკითხი რეგიონში დღემდე აქტუალურია. სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე საზოგადოება ამ დროისათვის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მალხაზ ჟუჟუნაძის, მცხეთის პოლიციის უფროსის გია მეტრეველისა და ქართული ოცნების სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორის გია კარკაძის კანდიდატურებს მოიაზრებენ. კოალიციის ადგილობრივ წარმომადგენელს გუჯა ბიჭაშვილს სამივე მათგანი ღირსეულ პიროვნებებად მიაჩნიათ, თუმცა ვინ შეირჩევა გუბერნატორის თანამდებობაზე, მისი თქმით, ამას ცენტრი გადაწყვეტს. მალხაზი ჩვენი შტაბის ხელმძღვანელი იყო, ქართულ ოცნებას ხელმძღვანელობდა არჩევნების დროს, ბატონი გია იცით კარკაძე, რაც შეეხება გია მეტრეველის, რო სხვა არაფერი დავასახელო, რაჭველია ისეთივე როგორც მე და მივესალმები, ასე რომ არანაირი პრობლემას ვერ ვხედავ ვერანაირად. მე ყველა კი, მივესალმები, რომელსაც კი გადაწყვიტავენ, რა თქმა უნდა. კიდევ ვიმეორებ, ეს ხდება ძალიან მაღალ დონეზე, ეს არ ხდება ერთი ხელის მოსმით და რომელსაც დაასახელებენ, მე ესე ვფიქრობ, რომ ის იქნება ღირსეული ჩვენი რეგიონისთვის. რატომ არ ყავს სამცხე-ჯავახეთს სამხარეო რწმუნებული ამ დრომდე ამის მიზეზს გუბერნატორობის არაოფიციალური კანდიდატი მალხაზ ჟუჟუნაძე ვერ ასახელებს. მისი განმარტებით რწმუნებულს პრეზიდენტის ნაცვლად მთავრობა ნიშნავს, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს ერთი ადამიანის გადასაწყვეტი არ არის. მისივე თქმით, ხელისუფლება არჩევანს ღირსეულ კანდიდატზე გააკეთებს. ვინც დაინიშნება, მე სავსებით გაგებითად მოვეკიდები, ვინც არ უნდა იყოს, ეს ხელისუფლების გადასაწყვეტია, პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია და სხვებზე უკეთესად და ჩემზე გაცილებით უკეთესად იციან, ვინ უფრო გაართვევს აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობას. ინფორმაცია აბსოლუტურად ყველაზე მიდის იქ შესაბამის ადგილზე, სადაც უნდა მიდიოდეს, ამიტომ უფრო კომპეტენტურები არიან აღნიშნულ თანამდებობაზე თუ ვინ უნდა დაინიშნოს. კოალიცია ქართული ოცნების შემადგენლობაში სხვადასხვა პარტია და ჯგუფი შედის, რაც გულისხმობს იმას, რომ კანდიდატების შერჩევისას ბევრი განსხვავებული აზრია. მიაჩნია არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირის ხელმძღვანელს. გიორგი ანტყულაძის აზრით, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ გუბერნატორის დანიშვნის საკითხი დროში გაიწელა. მთავრობა სჭირდებათ, რომ კონსულტაციებისთვის, სჭირდებათ, რომ კანდიდატების შესარჩევად რაღაცაების შეჯერებისთვის და აქედან გამომდინარე შესაძლოა ეს გარკვეული პერიოდით გაიწელა. ამან შეიძლება ისიც დავამატოთ, რომ გარკვეული ცვლილებებია თვითონ სახელმწიფო სტრუქტურებში, არის ახალი პრემიერი, რომელსაც შესაძლოა რაღაც ახალ გუნდს აყალიბებს და რაღაც თავისი მოსაზრებები ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ დავუშვათ ეს არაფერი ჩვეულებრივი პროცესია. სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის პოსტი ისევ ვაკანტურია, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება ამ თანამდებობაზე არაერთ პიროვნებას მოიაზრებს. თუ ვინ მოირგებს ამ სავარძელს, ცნობილი ახლო მომავალში გახდება.